ამას რო ვიაზრებ, რომ ქრისტე ყველასთვის მოკვდა და ჩემთვის მოკვდა. მე პავლე მოციქული მეუნება ესეთ რამეს. ერთმანეთს უპირისპირებს ჩემს უღმერთო სიცოცხლეს, ბიოლოგიურ სიცოცხლეს, ეგოისტურ სიცოცხლეს და იმ სიცოცხლეს, რომლის შესაძლებლობაც დაეშვა მას შემდეგ, რაც ღმერთი ადამიანად მოვიდა. ამიტომ პავლე მოციქული ესეთ რამეს ამბობს. ქრისტე ყველასთვის მოკვდა, რათა ცოცხალნი, ანუ ვინ ჩვენ ვართ აი აგერ, ხო ბიოლოგიურად ამ შემთხვევაში. თავისთვის კი აღარ ცოცხლობდნენ. არამედ იმისთვის, ვინც მათთვის მოკვდა და აღდგა. ეს შეიძლება მოეჩვენოს, რომ თითქოს ვიღაცა თავისუფლებას გართმევს, თავისუფლებას კი არ გართმევს, თავისუფლებას გთავაზობს და გეუბნება თუ გინდა, ანუ პავლე მოციქული გეუბნება, რომ ქრისტე შენთვის მოკვდა, შენ თუ გინდა, რომ ეს გაითავისო და ის სახთო მადლი და ენერგია, რომელიც მისგან აი ესე როგორც წყაროს თვალიდან ისე გადმოედინება, შენში შემოვიდეს და შენში დაიწყოს მარადიული სიცოცხლე, მაშინ შენ უკვე უნდა იცოცხლო არა საკუთარი თავისთვის და აქ იგულისხმება ბიოლოგიური და აქ იგულისხმება ეგოისტური სიცოცხლე, არამედ იმისთვის, ვინც მოკვდა შენთვის და აღდგა. ანუ ნიშნავს, რომ გული გაუხსნა მას. აი, თქვა, როცა ერთ ადამიანს მეორე უყვარს, ის ცდილობს გული გაუხსნას, ის თავის გულში შეუშვას და მისთვის იცხოვროს და ამაში პოულობს ის ბედნიერებას, იმიტომ რომ ვინც უყვარს, იმისთვის ცხოვრობს და იმაზე ფიქრობს და გულში ისაყავს და თავის თავზე მეტად ის უყვარს. ხო და ამით ეს ადამიანი ბედნიერობს, ამით ეს ადამიანი მართლა პიროვნება ხდება და ასე შემდეგ. ამ შემთხვევაში ღმერთთან ურთიერთობაში მსგავსი რაღაცა უნდა მოხდეს, თუ ადამიანი ქრისტიანია, ის იწყებს სიცოცხლეს ქრისტესთვის და უარს ამბობს თავის ეგოისტურ სიცოცხლეზე, რასაც ქვია სწორედ აი უფლის მოწოდება რომ არის, ვინც არ უარყოს თავითვისი და არ შემომიდგეს მე, იგი არ არის ჩემი ღირსი. და ამას აკეთებს ადამიანი, იმიტომ რომ გააზრებული აქვს, რომ სასიცოცხლო ენერგია, რითაც ღმერთი ყოფიერებს, ის სასიცოცხლო ენერგია მომიტანა მე განკაცებულმა ღმერთმა და ეს მე უნდა მივიღო, თუ მე მინდა.